თენგიზ გუნავას ადვოკატების სასამართლოს განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თენგიზ გუნავას 4 წლიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდა სამეგრელო ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მჟავდებული თავს უდანაშაულოდ თვლის და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. სახელმწიფო სახსრებისა და 3000 ლიტრი ბენზინის ტალონების მითვისება გუნავა დამნაშავედ 2 ეპიზოდში სცნეს. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მოქმედი გუბერნატორი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მუშაობდა. Ერთი მხრივ დააპატიმრო თენგიზ გუნავა და მეორე მხრივ წამებაში ბრალდებულ ადამიანებს ესე იგი გაუფორმო საპროცესო შეთანხმება და ყოველგვარი საშიელის გარეშე გაათავისუფლო, ისე რომ ისინი დღეს ბრალდებულებიც არ არიან. ეს არის შერჩევითი სამართლის მკაფიო გამოხატულება და ვფიქრობ, რომ ასეთი შერჩევითი სამართალი არ მოიტანს არც პოლიტიკურ სტაბილურობას, შესაბამისად ეს ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ყველაზე მეტად რაც კი უნდა გვაღელვდეს, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ ვართ ეკონომიკური რეცესიის ზღვარზე. ამ შეფასებას აკეთებს სასამართლო და სასამართლომ ეს დააფიქსირა. მან მიუსაჯა სასჯელი, რომელიც განისაზღვრა 8 წლის, მაგრამ ამინისტიის გამო 4 წელი მასაც შეეხო, როგორც ჩანს ნაციონალური მოძრაობები, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ ამინისტიას, ეხლა მათაც გამოადგათ ეს.